1001 ღამე. ალიქემალ, შენს წელს უთხარი ხვის საქმეში ნუერევა. მაგრამ მართალი არ არის დედა. იქნებ მამამ მისცე ფული. ასე რომ იყოს, ცოტა მშვიდად დავიძინებდი. დედას მაუსმინე შვილო. წელს უფლება არ მისცე მამა შენის წინააღმდეგ განგაწყოს, თორემ ისევ შენ ჩავარდებით ცუდ დღეში. ასე არ შეიძლება გააღებირი. არ მინდა. დედას დაველოდები. დედა შენი მალე მოვა. მიდი გააღებირი. ადრე სხვა პალატაში ვიყავით. დედა მაგ რომ ვერ მიპოვოს. მერე სადაც არ უნდა იყო, დედა მაინც გიპოვის. ნუ ნერვიულობ. მიდი შეჯამე. მიდი. რამდენი დღე გავიდა? 5? 4 დღე დღეს მე-5-ია. ესე იგი სხვა პალატაში გადაიყვანეს. საღამოს მისი დაბადების დღე ვიზეიმოთ. რა თქმა უნდა ვიზეიმოთ, აუცილებლად. მიდი საყვარელო გააღებირი. შვილო. კან, დედა. შვილო. მე უკვე გამოჯამთელდი. რა თქმა უნდა. ხო გეუბნებოდი, მალე გამოჯამთელდები მეთქი. შენ სახლში სუფრის ეტიკეტს არ იცავენ, ბატონო განი. როგორც ვიცი, სანამ უფროსები არ დასხდებიან, ჯამას არავინ იწყებს. გაპატიოთ ბიძია ბურხან. გაპატიოთ არა? გაპატიოთ. იმედია ძველი პურები არ გადაყარეთ. არა, როგორ გადავყრინე? მიდი განი, შეგიძლია გააგრძელო. წინააღმდეგი არ ხარ, დღეს მეორე სანაპიროზე წავალ ბატონო ბურხან. ქალბატონი ნაზირას რძელს ოპერაცია გაუკეთეს, მინდა ვინახულო და გამოჯანმრთელება ვუსურვო. აგინ არსლანის ოჯახის რძელს? ხო. დადი, მანქანით ახვალ? როელი დამავიწყდა. გემს გავყვები, გოგოებო, მოდით ისაუზმეთ. იქამდე ტაქსით მივალ ბატონო ბურხან. დედარძე არ არის? ნიმედ, გოგონების რძე სად არის? ახლავე მოვიდან ბატონო ბურხან. რძე უნდა დალიონ, რომ გაკვეთილები კარგად ისწავლონ, არა? გებრიელოდ მიირთვით. მართალი ვარ? საღამოს მართლა მოხვალ? რა თქმა უნდა მოვალ შვილო, აუცილებლად. დედამ საღამოსთვის სიურპრიზი მოგიმზადა. მართლა? ახლა კი კარგად დაჭამო. ხომასია დედიკო. რა თქმა უნდა. ძალიან ჭკვიანი ბიჭუნა ყავს. შეჯამს. შაჰრაზად შენი შვილი, ჩემი შვილიცაა. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. წადი სამსახურში, არ ინერვიულო. წადი. რა? ღმერთმა დაგლოცოს. ასეა ჩვენ სენაზე. რა თქმა უნდა დაგლოცავს. მიდი უნდა ისაუზმო. რა კარგი საუზმეა? აბა მოდი. დილამშვიდობისა ძვირფასო ქანთან იყავი? ხო. ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს? ხო. როგორ მიხარია? გილოცავ. მადლობ ბენო. 3 კვირის მერე ძლივ შევძელი შულს მოვფერებოდი. ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრებოდა. ბენო რა ლამაზიკაბაა? მოგწონს? ხო, ძალიან ლამაზია. აქ რატომ არის? სადმე მიდიხარ საღამოს? ალმაატელები ჩამოვიდნენ, ბახშამზე დამპატიჟეს. ხო. რა თქმა უნდა, შენც მიდიხარ. აუცილებლად. შაჰრაზად, როგორ ფიქრობ ეს კაბა? ძალიან გამოწვევი ხომ არ არის? არა, არ მგონია. ბატონი ქერემი რამეს ხომ არ მეტყვის? რა უნდა გითხრას? ეს ხომ საქმიანი ვახშამია, არ მინდა რომ რამე მითხრას ან მისაყვედროს. არაფერს არ გეტყვის, ძვირფასო, ნერვიულობ. ალმაატელების სასტუმროში არიან, დაიღალნენ, სამშენებლო ობიექტზე ხვალ გავლენ. დღეს სტამბოლს დაათვალიერებენ.
გიცელაპარაკეთ? ახლა ხან დალაპარაკე, მალე მოვა სასტუმროში. 11-ზე სტუმრებს დოლმა ბაღჩეს სასახლეში მიიყვანს. რა იღბლიანი ხალხია. ისინი ხომ ჰოლდინგ ბინიაფისთან თანამშრომლობდნენ. ყურადღება ხომ უნდა მივაქციოთ? როცა ჩვენ ასტანაში ვიყავით, ექსკურსია არ შემოთავაზებიათ, თუმცა ამისთვის სარგვეცალა. საღამოსთვის მაგიდა უკვე შეკვეთილია. კარგი მშვენიერია. ესე იგი არ მოგწონს არა? მომწონს, მაგრამ გონია რომ ზედმეტად თავისუფალია. არა, ჩვეულებრივი ნორმალური კაბაა. იქნებ უბრალო რამე შევარჩიო. ბენო, რა პრობლემაა? ვინმე იფიქრებს, რომ პირველად მიდიხარ საქმიან ვახშამზე. მართალი ხარ, მაგრამ მაინც ნერვიულობ. რამის ყიდვა გინდა? არ ვიცი, ვერა ვარჩიე, მინდა მთელი მაღაზია ვიყიდო. თუ ასე წავიდეთ. ნახე რა ლამაზია. რა საყვარელია? შეგიძლიათ სასაჩუქრე ქაღალდში გაახვიოთ? რა თქმა უნდა. მერე სალაროსთან მიიტანეთ. ბენო, რას აკეთებ? იმისთვის წამოყრები, რომ ქან საჩუქრები უყიდო? შენ უერევი. შეიძლება ცოტა დაუჩქაროთ? სალონშიც უნდა მივიდე. ნახეთ, რა დღეში მაქვს. მობდანდით, მოვდივარ. განი, გამომართვე. ნეტა დღესაც დასულიყავი ფაბრიკაში. რისთვის ავსულიყავი? იქ დასაჯდომიც კი არსად არის. და ბიზია ბურჰანი თავს მაბეზრებს. ღმერთო, რა უნდა? მე რა ვიცი, ბრძანებებს მაძლევს. ეს მიალაგე, ის აიღე. გასაგებია, უყვარს ბრძანებების გაცემა. და იქ არ მესმის როგორ იტან. კარგი რა, სხვა რა გზა მაქვს. განი, ო, აქ დიდი ხნით ჩამოხვედი. არა, ის არ მიგულისხმია, რომ უნდა წახვიდე. არასწორად ნუ გაიგე, პირიქით, დარჩი. რატომ? თავს მარტოსულად ვგრძნობ. გეფიცები, ძალიან მარტოსული ვარ. ვისაც არ ეზარება ყველა შენიშვნას მაძლევს, ალი ქემალეც კი. აი ასე ვცხოვრობ, ძუნწ მამამთილთან და მკაცრ დედამთილთან ერთად. ხომ დარჩები? არ წახვიდე. როგორ დავრჩე, რა უთხრა? არ ვიცი, რამე მოიფიქრე. ნეტავსად მიდის. განი ძვირფასო თუ მოგშივდება, იმეც უთხარი რამეს მოგიმზადებს. მე საღამოს დავბრუნდები. კარგი დეიდანა დიდე. დედა, კარგად გამოიყურებით, სად მიდიხართ? აგირ არსლანის რძალს ოპერაცია გაუკეთეს, მის სანახავად მიდის. 5 წუთი დამელოდე, მეც წამოვალ, ძალიან მიყვარს გიულთანი. სხვა დროს წავიდეთ, ძმას მარტოდ უნდა ტოვებ. რას ამბობთ? მარტოც მშვენივრად იქნება. სხვა დროს. დარწმუნებული ვარ, აგირ არსლანის რძლის სანახავად არ მიდის. როგორ გამოვიყურები? არა ჩვეულებრივად, ბენო. ძალიან ლამაზი ხარ. იცი რას გეტყვი? ვინც გნახავს იტყვის, რომ შეყვარებულთან მიდიხარ პაემაზე. რას ამბობ, ეს უკვე მეტია. არა ძვირფასო. რა შენი ბრალია, რომ ასეთი ლამაზი ხარ? დიდი მადლობა. კანტა როდის მიდიხარ? ბატონი ონორი რომ წავა მერე, თორემ ისე ვიტყვის 6 საათზე გარბისო. წავა და მეც გავყვები. ბავშვ დიდხანს ნუალოდინებ. კარგი, წავალ ბატონ ონურს მაკეთს მივცემ. ნახოს როგორ მუშაობ. წარმატებებს გისურვებ. მადლობ. ეს ახალია? ო, მოგწონს? ლამაზია. სად იყიდე? ბერლინში. რამდენი წელი გაქვს? ეცე 188 დავთვალე. კარგი რა. ხალხი მარკების კოლექციას აგროვებს. მე მოდას მიუყვები, მარკებს წინა საუკუნეში აგროვებდნენ.
შემოდით. საღამოშვიდობისა. ბატონო უნურ, მაკეტის ბოლო ვარიანტის ნახვა გინდოდათ. მინდა რომ გაჩვენოთ. ხვალისთვის გადავდოთ. მალე უნდა წავიდეთ. კარგი, როგორც გინდათ. მაშინ წავალ და ცოტას კიდევ ვიმუშავებ. მუშაობის დრო არ არის. 10 წუთში ავტომანქანების სადგომზე უნდა იყოთ. ვერ გავიგე, რატომ? ქალბატონ ნურჰაიაც არ უთქვამს? რა? ალმა-ატელ სტუმრებთან ვახშამს თქვენც უნდა დაესწროთ. არა, მე არაფერი არ ვიცოდი. ესე იგი ნურჰაიაც დაავიწყდა. ახლავე მოემზადეთ, მალე გავდივართ. მე რომ არ წამოვიდე? რატომ? ალმა-ატის პროექტთან კავშირი არ მაქვს. ეს ბენიაფის პროექტია, ქალბატონო შეჰრაზად. რადგან ახლა ბენიაფის შტატის თანამშრომელი ხართ, უნდა წამოხვიდეთ. გასაგებია. საყვარელო ბებია. კიდევ ერთხელ მითხარი. საყვარელო ბებია. ჩემო პატარა, ხო ვარიტირო. ჩემო საყვარელო, ჩემო ბიჭუნა. ღმერთმა ჯანმრთელი გაგზარდოს. ჩემო ძვირფასო, ღმერთმა დაგლოცოს. მოდით გარეთ გავიდეთ. ბებია, ჯერ ხომ არ წახვალ? აქ ვიქნები. სანამ შენს ტორტს არ გავსინჯავ, არ წავალ, ჩემო ძვირფასო. დედა მიხრებან, დედა როდის მოვა? მალე მოვა, მალე. ძალიან მალე. საჩუქრებს გიყიდის და მოვა. მერე კი სანთლებს დავანთებთ. ტორტს შევჭამთ. Lay lay dedim, yat dedim. Kızıl güle bat dedim. Kızıl gülün içinde şirin yuhu tap dedim. ჯერა რომ ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის მომგებიანი იქნება. სათამჯენების გარდა ელექტროსადგურებსაც ავაშენებთ. თურქულად კარგად ლაპარაკობთ. სად სწავლობდით? ბაქოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი. თანაკურსელები ვართ. თქვენ ინჟინერი ხართ? ბატონი ქერემის ინჟინერია. თქვენ არა? არა, მე ეკონომიკურზე ვსწავლობ. ამერიკაში? დიახ. ბოსტონში. ნიუ-იორკში დავამთავრე მაგისტრატურა. მართლა? ნიუ-იორკი მიყვარს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ქალბატონები თავიანთი ქვეყნის ულამაზესი არქიტექტორები არიან. დიახ, ასეა. ქალბატონი შეჰრაზადი ყველაზე ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელმაც ჰალიდ მუნას პრემია მიიღო. გილოცავთ ქალბატონო შეჰრაზად. თქვენს ასაკში ეს დიდი წარმატებაა. გმადლობთ. დედა მოვიდეს. დედა მინდა. Anan gelir დედა მოვა შვილო. ძალიან გთხოვ, მე ნომაწყენინებ. მინდა რომ დედა მოვიდეს. ბებია. ჩემო პატარა, ჩემო საყვარელო. ძვირფასო, დედა მინდა. მალე მოვა კან. მორჩება მუშაობას და მოვა, არ ინერვიულო. ნუ გეშინია, მოვა. ჯერ არ მოსულა? არა ველოდებით. მოვა და ტორტს დაჭრის. ბერლამას საჩუქარს მოგიტანს. ბებია, დედა მინდა. მალე მოვა საყვარელო. სად არის ამდახანს? ჯერ სამსახურშია. ჯერ გადავწყვიტეთ, რომ ამერიკაში უნივერსიტეტში ერთად ვესწავლა. მერე ბატონ ქერემს მოუნდა, რომ სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაებარებინა გერმანიაში. ზაფხულობით ხშირად დავდიოდი ბერლინში. ძალიან მომეწონა ეს ქალაქი. გონი ევროპაში ყველაზე ლამაზი ქალაქია. მეთანხმებით? დიახ, ბერლინი მართლა ძალიან ლამაზი ქალაქია. მარტო ის არა. პარიზიც ლამაზია, პრაღაც. ო, რა თქმა უნდა. ისიც ლამაზია. მაგრამ იქ განსაკუთრებული არაფერია. ხომ მართალი ვარ, ბენო? გასია, ბერლინი ჩემი საყვარელი ქალაქია. ო, ბენოც კარგად იცნობს ბერლინს. იქ სტაჟირებაზე იყო. მართლა? ქალბატონო შეჰრაზად, თქვენ რა სიტყვით?
უკაცრავად. თქვენს ფიქრობთ, რომ ბერლინი ყველაზე ლამაზი ქალაქია? მე ჯერ არ მინახავს ბერლინი. არა უშავს სავალთ. იქ ბევრი საქმე გვექნება. მოდით ჯერ დუბაიში გავემგზავროთ. Hala gelmedi de merak ettim. ჯერ არ მოსულა სახლში, ვნერვეულობთ. Yok canım. არა დედა, მობილურს ვერაფრით ვერ მიეჩვია. Yine anladım. არც წაუღია. Tabii. რა თქმა უნდა, გადავცემ. İyi. კარგი. Geçmiş olsun. კიდევ ერთხელ გისურვებთ გამოჯამრთელებას. აუცილებლად. მოკითხვა შენც გადაეცი. აგირას ლარის რძალი ამბობს 4 საათზე წავიდაო. ნუ ნერვიულობ, ესე იგი მალე მოვა. Ay nereye hatırladın? რა უცნაური ვინმე ხარ, ალიკემო? უკვე 9 საათია და შენთვის სულ ერთია? 4'te çık. 4 საათზე წამოვიდა, 4-ზე. Ya başına bir şey. რამე ხომ არ დაემართა? Allah korusun. ღმერთმა დაიფაროს. Ramaza geçirdi. უბედურება ხომ არ შეემთხვა? Ne yapalım? როგორ მოვიქცეთ? მამა, სად მიდიხარ? Yemek მამა, ჩვენ ხომ ვახშმობას ვაპირებდით? ben biliyordum. მე ისედაც ვიცოდი, რომ 4 საათზე გამოვიდა, მანამდეც დავრეკე და გავიგე. Daha önce de aradım ნამდვილად იმ ქალთან წავიდა. diye. რისთვის? Niye olur? შენ როგორ ფიქრობ, ალიკემო? არ ვივახშმებთ, მომშივდა. მოიცადე. ბატონო ალი, 39 აქვს იცხრა. სწრაფად დიაზაბამი და სამხლები და მეოთხედი მეტანის ოლეონაში. ღმერთო, ერთანო დროზე მოვიტანე და უჩქარეთ. ღმერთო, შვილო, ჩემი შვილი ცუდადაა. არი ნერვიულობ დეიდანადიდე, ნუ გეშინიათ. იდი, ჩქარა. არ დაუწია? ბაქოში 7 წლის წინ ვიყავი. შვენიერია. არა ჩვეულებრივი ხიზილალა ჰქონდათ. ისეთი გემრიელი და იაფი იყო, რამდენიმე კილა ვიყიდე. ზალმედიხარ. მაგრამ საბაჟოზე დიდი თანხა მომთხოვეს. ხელებს დავიყვან. მაგ ძალიან ზვირია ხიზილალა. საბაჟოზე როგორ მოაგვარეთ? მოკლედ საბოლოო ძალიან ზვირი დაჯდა. ხიზილალა გიყვართ? მე არც ისე, მაგრამ ონურს უყვარს. მისთვის ვიყიდე. ხო, ნეტავ წინასწარ ვწოდნოდა. ხიზილალას ჩამოგიტანდით, ყველაზე კარგი კასპიის ზღვის ხიზილალაა. ჩამოგვიდათ. ბევრჯერ მოგიწევთ ჩამოსვლა. არ დაუწია? დაუჩქარეთ, მიდი დროზე. ჩემი ბიჭი ცუდადაა. ჩქარა, ყინული შუბლზე დაადეთ, ვიდით. ახლავე? რა ხდება? ჩქარა. რა ხდება? ისევ გაუზომეთ. არა, დაუწია? არა. გაუზომეთ. 38 და 7. ჩქარა, გაუზომეთ. 38 და 7 აქ. ახლავე? არა. კალბატონი შაჰრაზადი რეკავს, რა ვუთხრა? ახლა რამდენი აქვს? 38 და 7 აქვს. ჟანგბადის მიწოდების პროცენტი. 96.
არ შეჩერდეთ. წნევა, 80-60-ზე. პულსი. ჩქარი 120-ზე. რა ვქნა? რა ვუთხრა? მიპასუხე. პულსი შენელდა? არა. ჩვენი ხაზარი ხიზიოლათია განთქმული. ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს. ასია, ხაზარი რომ არამეთევზეები მშივრები დარჩებოდნენ. როგორც ვიცი, გაია რომ ხაზარზე და სხვა იშვიათ სახეობებზე კვოტა დააწესა. არაფერი უთხრათ. ინერვიულებს. წამლებმა ნელ-ნელა დაიწყეს მოქმედება, სიცხე 38 და 2-მდე დაიწია. უთხრით რომ ზინავს. მიპასუხე. შეხრაზად. დაუმიხრიბან. ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? მიხრიბან ძალიან შემეშინდა. რატომ? ტელეფონზე ამპასუხობდი და მეგონა ქანი ცუდად გახდა. ქანი რა შუაშია? ზარი არ გამიგონია, ტელეფონი ჩანთაში მქონდა და ძლივს ვიპოვე. რას აკეთებს, მელოდება? ქანს ახლა ზინავს. ზინავს? შვიდაც ზინავს. საბრალო დედას ელოდებოდა და დაეძინა. კოტამ კონტრაბანდის გაზრდა შეუწყო ხელი. ხაზარი და ხიზიოლა $5 გააქვთ. მერი ამერიკაში რესტორნებში $1000 ყიდიან. რას ამბობთ ამ ხელისხმაობა აფასებში? წარმოუდგენელია, ვინ იფიქრებდა? მის მინეს სიმართლეს მეუბნები არა? რა თქმა უნდა, ბები ამისიც აქ არის, არ შორდება. შვენიერია. კარგი. კარგი, წავედი, მოკითხვა გადაეცი. დაგირეკავ. როგორც ჩანს, უზარმაზარი რესტორნის ტუალეტი აქ არის. ცუდი დაგეგმარება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები რომ არ გადავედგა, ახლა უარეს სიტუაციაში ვიქნებოდით. თუმცა მდგომარეობა არც ისე კარგია. ჩვენ მთავრობას თავისი მიზნები და პრიორიტეტები აქვს, რომლებზეც მუშაობს. მომავალში ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ბაზარზე სათანადო ადგილი დავამკვიდროთ. $36 და 8. საშიშროებამ ჩაიარა. სიცხემ იმიტომ აუზია, რომ ჩვეულებრივ პალატაში გადმოიყვანეს. ამაში უცნაური არაფერია. თან დედას ელოდებოდა დაბადების დღეზე. ახლა კარგადაა, არ ინერვიულოთ. კარგია რომ შახრაზადი აქ არისო. მართალია, თუმცა ქალბატონი შახრაზადი გავაფრთხილე. უთხარი რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. შეიძლება კიდევ განმეორდეს. არ მგონია, მაგრამ ყურადღებით ვიქნებით, არ ინერვიულოთ. გმადლობთ. ექტანო, სიცხე ყოველ ნახევარ საათში გაუზომეთ. კარგი? თუ დაგჭირდებით, ჩემს კაბინეტში ვიქნები. ჩემო ბიჭუნე. საყვარელო. მადლობთ გამემშვიდობისა. ნახვამდის. შეხვედრამდე სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო. მადლობთ. ნახვამდის. როგორც იქნა. მეგონა დილამდე ხიზილალაზე ილაპარაკებდნენ. შემდეგი შეხვედრა ასტანაში ჩავატაროთ. უთხრათ რომ დავიღალეთ და სასტუმროში გავიქცეთ. მათთან უნდა ვითანამშრომლოთ. რა? რა?
რა თქვი? Allah göbeğiniz ola. აზერბაიჯანული ენა მალე გისწავლიათ. ო. თუ თქვენს ბაქოში დაამთავრეთ უნივერსიტეტი. არა, დილაობით აზერბაიჯანულ ტელევიზიას ვუსმენთ. შეჰრაზად. ბანკანით ახარ. თუ გინდა წაგიყვან. Ben bırakırım aslında. მე წავიყვან. Yani yolu იმ გზით მივდივარ. ben benim ბენუს გავყვები. გმადლობთ. iyi geceler. გამშვიდობისა. გამშვიდობისა. გამემშვიდობისა. ჩვენი წასვლის დროც არის. შვილ. სანამ დედამისი არ მოვა ვერ წავალ. მის გარეშე როგორ იქნება? მაგრამ ძალიან გვიანია დაიდანადიდა. ალბათ ბიძია ბურჰანი ნერვიულობს. რას ვიზამთ ბატონო ჰაკან? ეს სიტუაცია ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ. დაამბერდით რომ დღეს სადღესასწაულო ტორტს დაჭრით. ნიახ, ნახვამდის. Neydi o? ეს რას ნიშნავს? Hangisi? რას გულისხმობ? Söyledim. ის ფრაზა აზერბაიჯანულად რომ თქვი. Allah kömeğiniz ola. მიხრიბანი ამბობს ხოლმე ამ ფრაზას. Tahmin ettim. ასეც ვიფიქრე. Çok geç kaldım ben. როგორ დამაგვიანდა ბენო. ბავშვ დაბადების დღე ჩავუშალე, მაგრამ ტორტს მაინც აუცილებლად გავჭრით. Keseceğim o pastayı. Canım ya. ჩვენი პატარა. Aa, კაანისთვის მეც მაქვს საჩუქარი. 5 წუთით მაინც არ შემოხვალ? Uğramaz mısın? Bilemedim. არ ვიცი. Çok düşün. მომართალი ხარ უკვე, გვიანია. უნდა დაიძინო. yok yok. არა, დავფიქრებლად თქვი. შენ დილიდან დაძაბული ხარ, მე კი მარტო დილზე ვფიქრობ. Ben hala uykudan bahsediyorum. სისულელეს ნუ ამბობ. Yok yok geleceğim. არა, შემოვალ. Hiç gerek yok hayatım. საჭირო არ არის, დაივიწყე. Olmaz. არ შეიძლება, შემოვალ. Gerçekten. მართლა ძალიან გვიანია, სახლში უნდა წახვიდე. Ya. ხო, Ocağın. თქვენ ტორტი უნდა ჭამოთ, მე კი სახლში წავიდე, თან ვახშამი გემრიელი არ იყო, მშიერი ვარ. Zaten yemek de güzel değildi. შემოვალ და ტორტს ვჭამ. Kerem. თუმცა ის მაინც გავიგეთ, რომ ბატონ ქერემს ხიზილალა ყვარებია. აბა, რითიც მოვედით აქ? დღეს ძალიან დავიღალე მეძინება. ო ნურ, ზოგჯერ რამოსაწყენი ხარ. კლუბები არ მიყვარს. წამოდი. ერთი ჩიქავისკი დავლევთ და წავიდეთ. ო ნურ, ბოლო დროს ძალიან ჩაფიქრებული ხარ. მოხდა რამე? ბარბენო, ისმენთ? ორი ჩიქავისკი დაგვისხე, ახლავე. ისევ დუბაის პროექტზე ფიქრობ. ძალიან დაიღალე. დაისვენე ძმაო, დაისვენე. ვიცოდი რომ აქ მუსტაფას და მის მეგობრებს ვნახავდი. ხედავ? ბედო, და გოგონა სახელად ჰარიკაც აქ არის. როგორ ჩანს შენ გელოდება? მე არა, შენ. ჰარიკას ვიცნობ. უნდა რომ ერთ-ერთი ჩვენგანი გამოიჭიროს. ნიშნულობა არ აქვს რომელიმე თანხმები? ბოლომდე დალიე. ნახე გველოდება. მეც ამას გეუბნებოდი. ქალია, ყველა ერთნაირები არიან. დღეს შაჰრაზადმა როგორ თქვა? ძალიან სასაცილო გოგოა. გახსოვს? თავიდან ძალიან სერიოზული იყო. ამაყი
კაცრი, საქმიანი, ახლა შეიცვალა. უბრალოდ არ ელოდებოდა ვახშამზე რომ დავპატიჟებდით. ეს შენი იდეა იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო არქიტექტორია. შეხვედრებზე ჩვენთან ერთად იქნება. იქნებ დავხურო ჩაჰრაზადის თემა. რატო? სხვა სალაპარაკო არ გვაქვს? მე მსიამოვნებს მას ელაპარაკე. სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. არ მესმის რა გინდა იმ გოგოსგან? რა უნდა მინდოდეს? ჩემი არ გესმის. მე საქმეზე ვფიქრობ. დუბაის პროექტი წესიერად უნდა დავასრულო. მან 15 დღეში შეძლო ამის გაკეთება. ასე არ არის? შენ კი მაინც აწყენინე. ო, კარგად მუშაობს. მაგრამ არ უნდა გავათამამოთ. Nenesi getirdi bu arabayı. ეს მანქანა ბებიამ მოუტანა. Ne güzel uyuyor. რა თქმელაც ძინავს. Ay ღმერთს ვადალავცას. დედა, bebeğim. ჩემო პატარა. ბავშვი კარგად არის? კარგადაა. ესე იგი იცოცხლებს, არა? ხო, კარგია. ხომ დამშვიდდი? ახლა კი ყურადღებით მომისმინე. გასაგებია რომ უდანაშაულო ბავშვის გამო გული გთქივა. ამიტომ წახვედი მის სანახავად. უკვე გაიგე რომ ნენელა გამოჯამრთელდება. ხო და? საკმარისია. ესმის, ის ბავშვი ჩვენთვის უცხოა. უცნობი ქალიშვილია. ჩვენი შვილიშვილია. არა. ჩვენი შვილიშვილი არ არის. ჩვენი შვილიშვილები ამ სახლში ცხოვრობენ. გასაგებია? ახმეთი ჩვენი შვილი იყო. ქალბატონო ნადიდე. არანაირი ახმეთი არ არსებობს. ბატონო ბურხან. გაჩვენდი. ჩემი შვილი მკვდარია. იმ დღეს მოკვდა, როცა ჩემ წინააღმდეგ წავიდა. როცა იმ ქალზე დაქორწინდა, რომელსაც ჩვენთვის შეუფერებლად ვთვლიდი. ვიცი, ეს უამრავჯერ გითქვამს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ბავშვი ჩვენი შვილიშვილია, ჩვენი სისხლი და ხორცი. ჩემი სისხლი არ აქვს. არა. ჩემი ახლობლები აქ ცხოვრობენ, ჩემ სახლში. ისმინე. თუ გავიგე რომ იმ ქალთან დადიხარ და იმ ბავშვს ნახულობ, რომელსაც შვილიშვილად არ ვაღიარებ, გეფიცებით დავივიწყებ, რომ 39 წელია ჩემი ცოლი ხარ. შენს ნითებს ჩაალაგებ და წახვალ ამ სახლიდან. რა? ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა. დაბადების დღეს გილოცავ, კან. დაბადების დღეს გილოცავ. დაბადების დღეს გილოცავ. ოჯახ, ბრავო. მოიცადეთ. სურვილი უნდა ჩაიფიქრას. Bir kere de söyle. სანთლები ერთად ჩავაქროთ, კარგი? 1 2 3 Çalabilir miyiz? თუ შეიძლება დანა მიაწოდეთ? ღმერთმა დაგლოცოს. მიღებ. Hadi Mihriban abla. დაუმიხრიბან, მოიწიეთ. ჩვენც მოვიდეთ? აი, ის მომეცით? ჩემი საჩუქარი მოეწონა. ჩემო ძვირფასო,
ვინც არ გაიღიმებს, ტორტს არ ვაჭმევთ. მიდი გაიღიმე. აბა ახლოს მიიწიეთ. ვიღებ. კან koş hadi. მიდი გაიქეთი, სწრაფად. გამომართვე? ეს ბალო არა? ხო, ბოლოა. ჯერ არ არის მზად? ცოტა დარჩა. კანს მშვენივრად გამოსდის. ძალიან მომშვიდდა დროზე. მომაქვს. წამოდი ძვირფასო. Hadi bakalım. მიდი დაჯექი. Hadi gel bakalım. სკამს გამოვწევ. ახლა ვისაუზმებთ და მე ასე ერთად წავალთ არა? სად? Bilmem. არ ვიცი, სადაც შენ გინდა. Sen nereye istersen. დედა მიხრებან სადავიდეთ? Benim yak. როგორც დედა შენ მოგითხრა, სადაც შენ მოისურვებ იქ. Ben de მე ორ დღეში ბაქოში უნდა დავბრუნდე. niye? რატომ? Kaan yak. კანი გამოჯანმრთელდა. Nece gal. აკრისთვის დარჩე. Bakü'de მიხრება ბაქოში ვინმე გელოდება? არა, biraz მაშინ დარჩი ჩვენთან. გთხოვ, kalım. დარჩე. დარჩი. Hadi bakayım. მიდი დაჯექი ონურ. პირდევს. ჩაი დედამ რატომ დაასხა? თვითონ მოისურვა ბატონო ონურ. Çocukken de პატარა რომ იყავი ჩაის სულ მეგიმზადებდი. მანამდე ცენამ ამერიკაში გაემგზავრებოდი და გავიწყდა. აბატი, უბრალოდ არ მინდა რომ დაიღალო დედა. გმადლობ. buzdolabı. ინფორმაცია ვარი თითქმის წარიელია. მე რა მე სახლში მაინც არ ჭამ. Evinin de ჩვილო ასე როგორ შეიძლება? Eksik bir şey mi? ქალბატონო ფერიდე, რამე გვაკლია? yok Firdevs. პირდევს, შენ არაფერ შუაში ხარ. აქ რომ არ იყო ვიცი ეს სახლი რას დაემსგავსებოდა. Başka bir isim. კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? არა ძვირფასო, გმადლობ. კარგი გემრიელად მიირჩით. Bir yapı holding. ეს ბინა საერთოდ არ გავს წარმატებული ადამიანის ბინას. Lüks bir. უფრო კარგი სასტუმროს ნომერს გავს. Ne bir sıcak. აქ არც სითბოა, არც იმყუდროვე. Baban გახსოვს მამა შენი სახლის დიზაინს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხშირად მეუბნებოდა ხოლმე. devlet სახლში სტუმრები ხშირად ყავს, ამიტომ სიმყუდროვე უნდა იყოსო. daima huzurlu görünmelidir derdi. რო მახსოვს. ჩემი სახლის სწორედ ასეთი იყო დედა. Ev nasıl შველო უკვე გითხარი. ეს ბინა სასტუმროს ნომერს გავს. Efendim? არ მეთანხმები? არა. Böyle olmadı. ასეთი არ უნდა იყოს. დედა, რამე პრობლემაა? რა არ მოგწონს ჩემს ბინაში? Var. გეტყვი? სიცარიელი. Burası ონურ ეს უბრალოდ ბინაა. ბინა და არა სახლი. ისევ იგივეს იმეორებ? დრო დაქორწინდე. bunu ise უფლება არ მაქვს ეს მინდოდეს. torun gibi მინდა შვილიშვილები გავზარდო. evlenme დროა დაქორწინდე. Soylu ნუ თუ ასეთი რთულია. bir aile. შენი მომავალი ცოლი წესიერი უნდა იყოს. Senin çocukların შენი შვილების ღირსეული დედა უნდა იყოს. olur olmaz bir მეშინია რომელიმე ქარაფშუტა მგონება არ აგირიოს. öyle bak ნუ მიყურებ ასე? etrafın შენ გარშემო გამუდმებით საეჭვო ქალები ტრიალებენ. olmayacak kadınlar. ოდესმე შეეცდებიან რომ თავიანთი მიზნის მისაღწევად გამოგიყენონ. ღმერთმა არქმნას, რომელიმემ დაგითანხმოს და და მე რა? რომ ვიღაც უღირსი ქალის ლოგინში მოუკვდები და ამის შესახებ ყვითელი პრესა დაწერს?
მოდი ჩავიცვათ. Sıkıca giyin. თბილად უნდა ჩაიცვა. დღეს ქარია. Vardır belki. დედა, წავს მიყიდი? Alalım. რა თქმა უნდა. Benim balam sapasağlam delikanlı. ჩემი ბიჭუნა საბოლოოდ გამოდონგრთელდა, ახლა ერთად ვისეირნებთ. Aferin. კანი ყოჩაღი ბიჭი არა? Aferin. თან როგორი? Hadi bakalım. კოდიც დაიხურა. Hazır mıyım? მზად ხარ? ამქანა დამავიწყდა. გაიქეცე, მიდი დროზე. ეს ბებია მაჩუკა. Hadi bakalım. მოდი ფეხსაც ველით ჩავიცვათ. რა, მე ბაღეიცე წავიდა რომ არ გაგუცხლავს? ხო, გახმა? ხო. ეს შენი მოვალეობა არ არის. ნიმეც უთხარი რომ მე ბაღეიცევ დაიბაროს. კარგი. შებოლილი ხორცი მოგეწონა. უნდა ვთხოვო რომ კიდე ვიყიდონ. კარგი. რა ხდება ქალბატონო ნადიდე? ერთი კვირა ნორმალურად არ მელაპარაკები. აბა რა ვქნა? ისევ რაღაც ისეთი რომ გითხრა, ხომ შეიძლება სახლიდან გამაგდო. მიდია, ვიძია კი არა, განი დამიძახეთ. რამდენჯერ უნდა გითხრათ? მაგრამ ბაბუა გაგვიბრაზდება. ნაიშე, საქმეს მიხედე. ესეც მართალია. მაშინ მხოლოდ მისი თანდასწრებით დამიძახეთ ვიძია. შევთანხმდით? კარგი. მიდია, ხო? არა განი. რა გინდა? არ გინდა სკოლაში არო? სკოლაში ვიარო? ხო, ჩვენთან ერთად ივლი. ხო, Kızlar. გოგოებო, ჯერ არ გამოგიცვლიათ? რას ელოდებით? დადით ოთახში და გამოიცვალეთ. ჩქარა. კარგი. ჩქარა. ალი ქემალმა ფული არ მოგცა? Daha değil. ჯერ არა. ჯერ არა. მერთო ჩემო. რატომ? დაელოდე. მამა სად არის? Ne bileyim ben. არ ვიცი. გონი ბაღში იყო. ეს რა ცხოვრება მაქვს, კვირა დღესაც ვერ ვისვენებ. Sen hazır ola. მამა შენს ნუ ელოდინებთ, რომ კიდევ დიდხანს მოგიწევს კვირაობით მუშაობა. პერგირა. Ne zaman veriyorsun? ფულს როდის მომცემ? რა ფულს? Ne demek? რას ნიშნავს რა ფულს? Gani ხომ გითხარი განი უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსებზე უნდა ჩავწერო მეთქი. შენს დამთანხმდი. რა ხდება? რას ამბობთ უღმერთი გზამს ფილსონ? ფულს ყვილად დავხარჯავთ. Allah. ღმერთო, რატომ? შენს მას იმდენი ჭკუა აქვს, რომ უნივერსიტეტში ისწავლოს? ალიქემ ჯობია შენს თავს შეხედო. ნუ მაბრაზებ, მომეცი ფული. ფილსონ, გელოდები. დღეს უნდა ჩავწერო. ჩემი ძმა მელოდება. მაგდენი ფული არ მაქვს. მართლა? მართლა არ მაქვს, არ გატყუებ. დაფიქრდი, საიდან უნდა მქონდეს ამდენი ფული? Baban da მამა შენს თხოვე. მე მგონი გაგიჟდი. bu çocuk ამ კვირაში განი კურსებზე უნდა ჩაეწეროს ალიქემ. o kadar. და არაფრის მოსმენა აღარ მინდა. ნადიდე, რამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობთ? 39. ეს ქორწინების დღიდან. მე უფრო ადრე გიცნობდი. 1958 წლიდან. მაშინ 12 წლის ვიყავი.
რაც დაგინახე მას შემდეგ ლოცულობდი. ღმერთო ის გოგო მაჩუქე მეთქი. მადლობა ღმერთს ასეც მოხდა. 48 წელი გავიდა. ახლაც ყოველ დილით და ყოველ საღამოს ღმერთს მადლობას ვუხდი. და იცი ყველაზე მეტად რის გამო? რომ შენი თავი კარგად გამაცნო. ესე იგი სულ ყოველად გილოცია. ქალბატონო ნადიდე. სიტყვები ბევრს ნიშნავს. ვერც მიხვდები ისე წამოგწდება და ვინმეს ტკივილს მიაყენებ. ვიცი, ჩემმა სიტყვებმა გული გადგინა. მესმის. ამ სახლის დიასახლის უთხარი ბარგს ჩაალაგებ და სახლიდან წახვალ მეთქი, მაგრამ ეს სიტყვები გულმა კი არა, ბაგეებმა წარმოთქვეს. ყველაფერი რაც მაშინ ახმედს ეკითხარი, გულით გითხარი. დანარჩენი კი გთხოვ დაივიწყო. იმ წლების ხათრით მაინც, რომლებიც ერთად გავატარეთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ქალბატონო ბენუ. რამე დაგავიწყდეთ? არა სამუშაოდ მოვედი. კვირასაც? ხო, ბევრი საქმე უნდა ვიმუშაო. წარმატებებს გისურვებთ. თქვენს გმადლობთ. სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ ბატონო ქერემ. შენს აქ ხარ? თქვენს მუშაობთ? როგორც ხედავ. რატომ მოხვედი? მივხვდი რომ სამსახურში იქნებოდით და გადავწყვიტე დახმარებოდით. ყაზახებს უნდათ რომ სამშენებლო ობიექტის გვერდით საცხოვრებელი ჰქონდეთ. ამაზე უნდა ვიმუშაო. ახლა სწორედ მაგაზე ვფიქრობდი. დაჯექი. კარგი იქნებოდა ყავაც რომ მოგეტანა. მითხარით როგორი გინდა და მოგიდუღებთ. მართლა? სად? ჩვენს ოთახში მადუღარა გვაქვს. რა კარგია. ყავა ძალიან მინდა. ჩვეულებრივი ყავა არაქისის არომატით და უშაქრო. დერძით. ახლა მოგიდანთ. იახტაზე დავრჩები. არა, სახლში არ წავალ. იქ უფრო მოსახერხებელია. არ მინდა საღამოს საცობში ვიდგა. დედა რა სიზამ არ მიყვარს ეს კომფორტი. შეიძლება არ ვიცი სად არის. ამიხსენი. მილი. ო, ვიცი ეგადგილი. ო, ტერასა ბარი. რომ მითხარი გამახსენდა. კარგი, მატჩის დაწყებამდე მოვალ. ონური? არ ვიცი, ვეთყვი. კარგი, დროებით. გთხოვთ. მადლობ. დედა რეკავს დღეს უკვე მესამედ. ისმენ დედა. ხომ გითხარი მოვალ მეთქი. ახლა სამსახურში ვარ, მოგვიანებით მოვალ. კარგი. ყოველი კვირადღე ტრადიციულად დედასთან შეხვედრის დღეა. ვალდებული ვარ მასთან ვიყო. ანუ კვირაობით გელოდებათ? ყოველ კვირადღეს. ჩემ მშობლებთან ცხოვრობ? არა, ჩემი მშობლები კვიპროსში ცხოვრობენ. პროფესორები არიან. მაპატი, ადრეს ხომ გითხარი, დამავიწყდა. დავიწყოთ? რა გემრიელი ყავა. მადლობ. შეგერგოთ. ო, რა თქმა უნდა. ეს ხომ ნაღებია.
სადიშოვე? მეგობარს თხოვე და ბერლინიდან ჩამომიტანა. ძალიან მიყვარს. მეც ესე ვიფიქრე. მოვედით. ეს ატოლი კი არა, საძილე ტომარაა, ჩემო საყვარელო. ჩემო ბიჭო, მეგუტუნება. მეგუტუნება? მეგუტუნება. არ გიყვარს არა? ჩემო ძურფასო. ჩილო, წადი ცოტა ირბინე. შორს არ წახვიდე. კარგი. ჩემი შვილი გამოჯამრთელდა. ამ ცხოვრებაში სხვა არაფერი მინდა მიხრივან. კარგად ვიჯირითეთ. ხოჭახ. ძალიან ლამაზი ცხენია. გმადლობთ, თქვენიც ლამაზია. რა ქვია? შაჰრიარი. ეს ხომ 1001 ღამიდანაა. უკვე იპოვა თავისი შაჰრაზადი? როგორც ჩანს, კარგად იცით ეს ზღაპრები. რა თქმა უნდა ვიცი. შაჰრიარი, რომელიც ქალებს არ ენდობოდა და ულამაზესი შაჰრაზადი, რომელიც მას ზღაპრებს უყვებოდა. ხო, ასეა. ნახვამდის. ნახვამდის. დავაწავედით. ახმეთი ალპინისტების კლუბში გავიცანი. უნივერსიტეტში 2 კურსით უკან ვიყავი. ალპინისტობა ახალი დაწყებული მქონდა. ის კი გამოცდილი მთასვლელი იყო. ეს მისი თერმოსია. ერთხელ კაჩკარლარზე ავედით. უცებ თერმოსი დამევარდა, დაგორდა და ქვევით ჩავარდა. ახმეთიც გამოეკიდა. ცადე შემეჩერებინა, მაგრამ არ მომისმინა. ჩავიდა და ამოიტანა. რაც უყვარდა, იმას არ დაკარგავდა. ხალხსაც, რომელიც უყვარდა. შვილს. განსაკუთრებით შვილს. თავის ბიჭს. მამა, ისმენ. იცი განიმითხრე რომ რა ბრძანა იმ ვაჟბატონმა? წელს ძალიან რთული გამოცდები იქნება. კარგი იქნება მოსამზადებელ კურსებზე თუ ვივლიო. იოროს მერე ჩვენაშვაში ვართ. იქნება აქ რამე კურსებზე ჩაგვეწერა. რატომ კაისერიში მოსამზადებელი კურსები არ არის? სახლში ბევრნი არიან, მამამისი, დები, დიშვილები. გასაგებია, ესე იგი ვაჟბატონ სურს ჩვენთან დასახლდეს. არა, მამა. ზაფხულამდე. კურსებზე ივლის. თანაც რა მოხდა, ჩვენ ხომ დიდი სახლი გვაქვს. მომისმინე ალი ქემალ. თავს არავის გავასრულებინებ. რამაზანი მოვა და საჩუქრები უნდა დაურიგო. ფულს აღარ თვლი. რამდენი უნდა აჩიქო ოჯახის წევრებს. ზაფხული მოვა და ოჯახს დასვენება სჭირდება. ზამთარი მოვა და სითბო. შენს ჭირვეულ ცოლს ისედაც მე ვპატრონობ. აბ ვაჟბატონგანი ასე თუ სხურია სწავლა, დედამიც მასწავლოს. მე კი შემეშვან. როგორია ასე ჯობია? მოდრიალდი? ძალიან გიხდება განი. ცოტა ვიწრო ხომ არ არის? არა, კარგია. ჩემი სიმპათიური ძამიკო. მოსამზადებელ კურსებზე რომ დაიწყებს იარულს, ყველა შენ დაგიწყებს ყურებას. თავარი ალი ქემალმა ფული მომცეს. მოგცემ საბარასიზამს. აბა ერთი გაბედოს და არ მოგცეს. ქალბატონ ნადიდეს იმდენი ფული აქვს და ჩემი ძმისთვის დაენანებათ? გონი ეს ფეხსაცმელი არ უხდება, ახალი ხომ არ გვეყიდა.
ვიყიდოთ, საყვარელო, ვიყიდოთ. რა ვალდებულები ვართ ბურხანს ველოლიოთ. მით უმეტეს რომ ბატონმა ბურხანმა რძალს რომელმაც შვილი უნდა გაუჩინოს საკრედიტობა, რაც ეს საკმაოდ დიდი თანხა დაურიცხა. მართლა ბევრი ფული დაგირიცხა? ცუდი თამაშია. ჩიკა შემივსე. ნერე რა მოხდა? დეიდაფერიდეზე მიყვებოდი. მოყოლა დაიწყე და მატჩი რომ დაიწყო ვეღარ დაასრულე. მეტი არაფერი სულეს იყო. უცებ ავპეთქდი, მე კი ვცდილობდი მისი გული მომეგო. კინოში წასვლა შეთავაზე, არ მინდაო, ვახშამდე დაპატიჟე არ მინდაო. სახში წავალო და დადი მეთქი უთხარი, სხვა რა უნდა მეთქვა. ესე იგი წავიდა. ზოლმა წაიღონა, რა უნდა მექნა? მე კი გავედი და პირბინე რომ გული გადამეყოლებინა. ალბათ ახლა ნერვიულობ. დედაჩემი თავისებური ქალია ქერემ. პასიურად აგრესიულია. არ ყვირის, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის გულს გატკენს. მირჩევნია მიყვიროს. რატომ ცდილობს ყველა ქალი რომ თავის ანგაზე წამომაგოს? კარგი შეეშვი. დედაჩემის დიდად არ ჩამოუვარდება დედაშენს. კარგი რა. დედასევალს დედაჩემს როგორ შევადარებ? ო, გეთანხმები. უნდა რომ მის წინაშე სულ დამნაშავედ ვიგრძნო თავი. ამდენი წელია ვერ გამოვიწყდე მამაჩემის წოდვები. გერჩევდი ასე ნუნერვილობ მეთქი, მაგრამ ვატყობ აზრი არ აქვს. ჯობს მასთან წავიდე. შენ კი გააგრძელე მატჩის ხურება. შენ არ უყურებ? უნებაზე არ ვარ. კარგი, როგორც გინდა. გამოდის ისევ დედაშენის ჭკუაზე დადიხარ. რა ქნა მეგობარო, რომ არ წავიდე იუარესი იქნება. გამემშვიდობისა მეგობრებო. გამემშვიდობისა. Tamam sen hazır. მზად ხარ? Aa yok. არა გამოგივლი. Niye iki araba? ორი მანქანით ხომ არ ვიქნებით. Tamam ben şimdi კარგი, ახლა გამოდივარ. რომ მოვალ დაგირეკავ და ჩამოდი. დროებით. თუ გინდა ჩვენს ექიმს დაუძახოთ. არ მინდა გამივლის. დიდი ხანი აქ თქივა. დილიდან. ტკივილ გამოყოჩებელი არ დალია. დავლიე. მაგრამ არ გაგიარა. რატომ მოხვედი? რატომ მოვიდოდი დედა? შენზე ვნერვიულობ და მოვედი. კარგად ვარ, ნონერვიულობ. წადი მეგობრები გელოდებიან. არავინაც არ მელოდება. შენთან მოვედი. აბა, ის ლამაზი შავგრემანი არქიტექტორი როგორ არის, რაღაც ჯილდო რომ აქვს მიღებული. მასზე ასე ლაპარაკს როგორ ბედა? სადაც ხდეთ? მოიცადე? აი იქ. რა თქვი ასეთი, ლამაზია, ჩვენს ყურამდეც მოვიდა ეს ამბავი. შენ საქმეს მიხედე, ეს შენ არ გეხება. მოდი ისე. მომისმინა? არ მომწონს, როდესაც ჩემს თანამშრომლებზე ასე ლაპარაკობენ. დივნიდან დაწყებული დირექტორით დამთავრებული ყველა წესიერი და საქმიანი ქალია. ეს ქერევინჯო ოღლუ არ არის? რომელი? აი იქ. მართლაც ის არის? ო, მართლაც ის არის. კარგი, ხმას აღარ ამოვიღებ. მისალმა. მივქარე რომ გითხარი. მე არ მინდა ახლა შევაწეხო რომ დაგვინახავს ისედაც მოვა. როგორც გინდა. ფუად, ჩემი წასვლის დროა. სად მიდიხარ, ჯერ ადრეა. აცხო, უყურე, საკმარისია. კლუბში შევხვდებით. დროებით. ფილმი გახმოვანებული